400 ლარის წამალი ვიყიდე, ნახევარი პორცია ვიყიდე. იმიტომ აღარ ამყოფნი და ის ფული და ლაბის სამანტყოფოდან უკან გამოვიქეცი. ხორცი რო 25 ლარია და 30 ლარია როგორ იყიდი და შეჭამ. გლეხის კისებზე გადადი შემოწვა ყველაფერი. სამუშაოზე წამოვედით აგერა, ფერმერები არიან. ძალიან ძვირფასი ხალხი არიან. ჩვენც ისეთნაირად ვმუშაობთ ვეწვალებით. კიდე ღმერთო რომ ეს სამუშაო არის რომ ოჯახებში 2 კაპიკი შეგვაქვს. თუ საშუალება არის და რაღაცით დაусმენ საკითხა, გვერდში გიდგიან ყველანაირად. თორე წუთში მე ექიმთან ვიყავი, ისეთნაირად ვიყარო, წამლის ფულის საშუალება არ მქონდა რომ მეყიდა. და აქ ვიმუშავე, მომცესტავე და მიმკურნალე. თუ ამ წუთში ფეხზე ფიქსატორი მიკეთია. პენსიონერი ვარ და აქ ვმუშაობ. ვიძახი ნეტა იყოს სულ სამუშაო. და ჩვენებიც ეგრე მიწაზე დადიან, ზოგი იქით არის, ზოგი ვაშილკრიფაზეა, ზოგი სად არის, ზოგი სად არის. ანუ ამით ირჩევენ თავს. კი. ძირითადად ამით. აი ეს სამუშაოები სადმე გამოჩნდება, მიდიან იქ. ზოგი გიტას ჩხარა უნდა იმუშაო, ახლა მუშარო ხარო ზოგსა მაღლიდან გიყურებენ და ეგრე არ არის. ამათთან ვარ როგორც ერთი ოჯახის წევრები, ეგრე ვარ შეკრულები. პენსიაც არაფერი არ არის. რა არის შენი 350 ლარი? არაფერი არ არის, ერთი წამალში ლაბის სამანტყოფოდან უკან გამოვიქეცი. წამლებში რამდენჯერ მივედი ისა და ისულა გაიკეთო და ადამიანსაც სიარულის თავიც არ აქვს და ვერ მივდივარ და ჩავიქნე ხუმე ხელს. შერეხლა რო წავედი პენსიონერებზე უფასო არისო და რა არის უფასო, ცოტა შეღავათი შეიძლება ვიქრა. ჩემსაც არ ავიღებო, ვიზიტზე რო შევედი და იმას ავქენი, იქ გადავიხადი 50 ლარი და აზრი რაღა ქონდა. 400 ლარის წამალი ვიყიდე, ნახევარი პორცია ვიყიდე. იმიტომ აღარ ამყოფნი და ის ფული და სხვა რამეც ხო გინდა კაცო ოჯახში. შაქარი რა გახდა, მაკარონი რა გახდა, ელემენტარულად ხორცი რო 25 ლარია და 30 ლარია როგორ იყიდი და შეჭამ. 5 ლარში ხლა აქციები როა ხომე დავა იმას ვიზანთ ხომე და აქციებზე ვყიდულობ ხომე ზეთსაც. შუქის გადასახადია. გაზის გადასახადი გვაქვს. მთავრობა ამძვირებს, მავინ ამძვირებს ოღონდ. გაანასაკე ინთახა ისა უპასუხეთ, აბა როგორ არ ამძვირებენ, ვისაც ბევრი აქვს იმას აქ და შენ რო არა გაქვს იზეთით კანკალით ყიდულობ და გაჭერებით ყიდულობ. და ეკონომით უნდა გააკეთო სადილიცა. გლეხის კისებზე გადადი შემოწვა ყველაფერი. ეხლა ისეთი ისინი აქციებია, 1000 ის არის რამეია და მე რა ამდენ ხალხს ტელევიზორში რო უყურებ და ვგიჟდები კაცო, ესენი რომ იყანთ და ცემენ, ტყეპამენ, აბა ეს რა ისტორიას არ ახსოვს ესეთი რაღაცეები. რანაირადაც ცემენ და იმა ხარს აღარ ინდობენ და ბავშვსა და იმას. აბა რა არის ეს? მაგრამ თავად ოცნება ამბობს რომ მშვიდობას ქადაგებს და თვითონ იქცევა ეგრე, ამაზე რა აზრის? მე არ მომწონს ეს წყობა, არ ვიცი.